ჩვენ ვიცით, რომ საბჭოთა კავშირმა არაფერი იცოდა. გააფრთხილების გარეშე შემოსულ ვერმახტის არმიას საბჭოთა კავშირი არ ელოდებოდა, რის გამოც უკვე წლის ბოლოს გერმანია მოსკოვთან იდგა. მილიონობით ადამიანი დაიღუპა ამ ომში. დღეს ქვეყანას, რომელიც უკრაინას ნაციზმში და მეორე მსოფლიო ომის გმირების შეურაცხყოფას აბრალებს, საერთოდ დაავიწყდა, რომ მეორე მსოფლიო ომის ყველაზე მწარე დღეები ზუსტად უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. რუსეთს საერთოდ დაავიწყდა, თუ რამდენი დრო მისცეს უკრაინელმა სეპარატისტებმა ქვეყანას, რომ მოსკოვი გადარჩენილიყო, როცა ადრე საკმაოდ მარტივად მიხსნილ მეორე მსოფლიო ომს, სულ მიჩნდებოდა კითხვები. ომის დასაწყისში რატომ მისცეს მოკავშირეებმა გერმანიას იმის უფლება, რომ ყველა შეზღუდვებით დაეიგნორებინა, რატომ შევიდა საბჭოთა კავშირი პოლონეთში და ბოლოს, თუ მართლაც არ იცოდა სტალინმა ჰიტლერის გეგმების შესახებ. იცოდა. ძალიან კარგადაც იცოდა. დაწყებული უცხო აგენტებით დამთავრებული თავისი აგენტებით ყველა აფრთხილებდა სტალინს. ივნისის ბოლოს ჰიტლერი დაიწყებს ომს. სტალინმა იცოდა ისიც, რომ გერმანიამ საზღვართან 4 მილიონამდე ვერმახტის ჯარისკაცის მობილიზაცია დაიწყო და მოკლედ სტალინმა ყველაფერი იცოდა. მაშინ რატომ არ იყო სტალინი ამ ყველაფრისთვის მზად? გერმანიამ როგორც კი გაანადგურა საფრანგეთი, მიადგა ბრიტანეთს, მაგრამ ეს არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა. სხვადასხვა არის ის ადგილი, სადაც ბრიტანელებს ვერც ერთი ქვეყანა ვერ დაამარცხებდა და გერმანიას ძალიან გაუჭირდა ბრიტანელთან ომი. ჯობდა საერთოდ არც დაეწყო. სტალინი კიდევ დააფიქრდა, რომ გერმანია ორ ფრონტზე ომს არ დაიწყებდა და უცხოელი აგენტებიც ცდილობდნენ სტალინის პროვოკაციას, რომ ამ ომში ჩაბმულიყო და გერმანიამაც მაგიტო დააყენა 4 მილიონამდე ვერმახტის ჯარისკაცი, რომ სტალინი პროვოკაციაზე წამოსულიყო.